თურქეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. სტამბოლის სასამართლომ კორუფციის ბრალდებით იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. სტამბოლის მერი, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს გამთენიისა საკუთარ სახლში დააკავეს, რასაც მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოყვა. მედიის ინფორმაციით გასული დღის ბოლოს სტამბოლის ქუჩებში მილიონი ადამიანი გამოვიდა. გვიანღამით პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომიტინგების დასაშლელად წყლის ჭავლი და წრემდენი გაზი გამოიყენეს. პარალელურად ოპოზიციის საპრეზიდენტო პრაიმერი დაიწყო. სახალხო რესპუბლიკურ პარტიას იმამოღლუ 2028 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინა. ექრემ იმამოღლუმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მომხრეებს ერთიანობისკენ მოუწოდა. არასოდეს მოიწყინოთ, არასოდეს დაკარგოთ იმედი. ჩვენ გავერთიანდებით და ავარიდებთ ამ დარტყმას, ამ შავ ლაქას ჩვენს დემოკრატიას. ახლოვდება დღეები, როდესაც ადამიანები, რომლებიც მართავენ ამ პროცესს, პასუხისმგებლები იქნებიან ყოვლის შემძლე შემოქმედის წინაშე, როგორც ამ ქვეყნად, ისე შემდგომში. მე ვიწვევ ჩემს 86 მილიონ მოქალაქეს გავიდნენ საარჩევნო ყუთთან და გამოაცხადონ ბრძოლა დემოკრატიისა და სამართლიანობის დასაცავად. ფიქრობ ღირს კიდევ ერთხელ შეხსენება ქუჩაში გასვლის, მემარცხენე ჯგუფების, ექსტრემისტების და ვანდალების შეკრების და ეროვნული ნებისთვის საფრთხის შექმნის დღეები წარსულშია. დღეები, როდესაც პოლიტიკის და მართლმსაჯულების მიმართულება ქუჩის ტერორის მეშვეობით განისაზღვრებოდა, მთლიანად წარსულს ჩაბარდა, ძველ თურქეთთან ერთად.